ну, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კარგად აღიქვამდნენ და ფიქრობ უმეტესობა ინსტიტუციებს ამის პრობლემა არ აქვს და პოლიტიკურ აქტორებს იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები ნადგურდება და იზღუდება ყოველდღიურად ფაქტობრივად, ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა დასავლური ინსტიტუციის წარმომადგენელი თუ ზოგადად საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენელი არ არის აუცილებელი იყოს დასავლური ინსტიტუცია, უნდა იყოს ადეკვატური შექმნილ გარემოში. ეს მათ შორის იქნება მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ დემოკრატიული სისტემების ცვლილება ავტოკრატიულისკენ არის გამოწვევა ყველასთვის აბსოლუტურად. ჩარკისავით არალეგიტიმურობას და არჩევის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ქონდა ოპოზიციის კრიტიკა. რამდენად ხო, იცით რა თქმა უნდა ამ ვიზიტის შედეგად, მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება, რა თქმა უნდა, ეს შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს მათ შორის არ ესმის ის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა, და იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში, ასეთი იზოლირებული და სანქცირებული ხელისუფლება de facto, მაგრამ ხელისუფლება, de facto ხელისუფლებაც თუნდაც არ ყოლია საქართველოს არასოდეს მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე. არის მისოდა ეუთომ ჩაატარა არჩევნებს აკუთვნებოდა ეუთოს სწორედ და როგორ შარის ეს თანხმებაში. არა, ეუთოს და ოდერის დასკვნაშიც იყო ხაზგასმული ის დარღვევები, რომელზეც საუბრობდა მათ შორის ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, სადაც დასავლური კურსი შეიცვალა, სადაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, სადაც ადამიანები აწარმოეს, არადმოდ მოეყვნენ და ამის შემდგომ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა, სადაც ყავს ათეულობით პოლიტიკური ტყვე, ასე რომ როდესაც საუბრობთ ჩვენ საქართველოს შექმნილ სიტუაციაზე, მხოლოდ საარჩევნო ფაქტორი არ არსებობს, ასე რომ იმისთვის რომ კარგად აანალიზებდეთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უფრო კომპლექსურად უნდა ვიყო პროცესი და არ არის აუცილებელი მხოლოდ საარჩევნო პროცესი დასკვნების გასაკეთებლად იმას. ხო, გენერალური მდივნის მოწოდება და განცხადება იყო ჩვენ საგვარელო რომ ჩავართოთ საქართველოს საფრთხების განმტკიცებაშიო. მეორე მხრივ გვესმის მმართველი გუნდის განცხადებები უსაფრთხოებაზე ვის ხედავენ, რა გამოწვევებს ხედავენ ამ კუთხით. არის თუ არა ეს თანხმედრაში და მენიშნებს თუ არა იმას რომ ეს განცხადებები თანხმედრაში ეფრონებოდა. არა, ну რა თქმა უნდა, უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში რა თქმა უნდა ივანიშვილი და მისი გუნდი. თუ იმის გონია რომ ხა ეუთოს თუნდაც გამგონელი პირები ფიქრობენ რომ დასავლეთი წარმოადგენს მთავარ საფრთხეს და დესტაბილიზაციის წყაროს თუნდაც საქართველოში ძალიან ცდება და ხა არ ვიცი რატომ უნდა მოაფიქრდეს ადამიანს რომ ეს განცხადებები არის იდენტური შინაარსის მატარებლები. და ჯო უილსონს ჰქონდა მანამდე მოწოდება რომ არ უნდა ჩამოსულიყო და გაეზიარებინა ერასტიკოს მოწოდებასთან დაკავშირებით მანქანების ზოგადად არა, როდესაც საუბრობთ რეჟიმზე, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს და არ გახავთ ლეგიტიმური, რაც უფრო ნაკლებ საბაბს მიცემს პროპაგანდისთვის, იქნება უკეთესი და საბაბის გარდა, როდესაც ვიზიტები ხორციელდება, ამ ვიზიტების დროსაც უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენს de facto ხელისუფლება საქართველოში, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თუნდაც იმ საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის, რომელთა ხელმძღვანელები დააპირებენ ჩვენ ქვეყანას ჩამოსვლას. სიძულვის წესის კამპანიაზე მოგეკითხოთ, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის ნინო ძილოსანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაიწყო. და ამ კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვისაც აფინანსებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. რამდენად დაშვებით მისაღები ბუნიკის ფორმა და ის ნაწილი, რომ აფინანსებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბუნიკს ახორციელებენ. სხვათაშორის სიზულის სიზღის არადმე მოპყრობის კამპანიაში ჩართულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლა აფინანსებდა საერთაშორისო დასავლური ინსტიტუციების წარმომადგენლები, გულისხმობთ ივანიშვილის ბანდის წევრებს. როდესაც საუბრობთ სიზღზე და სიძულზე, რაც არის ქვეყანაში, ეს არის დათესილი იმ de facto თუ მანამდე არა de facto ხელისუფლების მიერ, რომელიც ყავს ბოლო წლების მანძილზე ივანიშვილის სახით. მათ აქვთ სოფლის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი ტროლების და ბოტების ქსელი, რომელთა ხშირად წაშლაც ხდება ხოლმე, მათ შორის ისინი მათი პროპაგანდისტულ გადაცემებში პირდაპირ სიტყვაში როცა აყენებენ ხოლმე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, ან ლანძღავენ პირდაპირ აგინებენ ხოლმე, ამიტომ როცა საუბრობთ სიზულზე და სისხლზე, ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც გვაქვს იმ ჯგუფის მიერ შექმნილი, რომელიც ქმნის გარემოს და ამ ქვეყანაში, ხო, იმიტომ რომ ისინი არიან ეხლა de facto და მანამდე სამწუხაროდ არჩეულებიც იყვნენ და ბოლო ორი არჩეულების განმავლობაში მოუწიეთ, მაგრამ მანამდე ისინი არჩეულები იყვნენ, ასე რომ
ეს ხალხი არის პასუხისმგებელი ამ ზიზღზე და სიძულზე. და დასავლეთის დაფინანსება არაფერს შუაში არის, დასავლეთი აფინანსებდა ყველა ჯგუფს საქართველოში იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარებულიყო. ეხლა იგივე დასავლეთის დაფინანსებული ხალხი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ თვითონ დასავლეთს ებრძოდა ყველაზე თავგამოდებით. ოპოზიციასაც კითხავს რამდენიმე კითხვას ბატონო ირაკი. ზოგადად რა გეგმები აქვს ოპოზიციას? ხო, ანუ ოპოზიციის გეგმა ესე ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ქვეყანაში არსებობს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმაცია, მისი ლეგიტიმაციის არ მიცემისთვის ყოველთვის უნდა გააკეთოს ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და გარდა ამისა საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობაში უნდა იყოს ჩართული ძალიან აქტიურად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. ეს არის ზოგადად ეს პასუხი, რაც არსებობს ამ კითხვაზე, თუ რა უნდა ქნას აი ასეთი რეჟიმის პირობებში ოპოზიციამ ქვეყანაში. და იქ თქვენი აზრით რა რესურსი აქვს ოპოზიციას, რომ საზოგადოებას შესთავაზოს რეალური ალტერნატივა? ისე რა რეალური ალტერნატივის შეთავაზების გარდა სხვა პრობლემა არის. ახლა რეალური ალტერნატივის შეთავაზების პრობლემა დგას საარჩევნო გარემოში, მაგრამ იგივე Freedom House-ის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საარჩევნო დემოკრატია სამწუხაროდ საქართველოში აღარ არის, ამიტომ რეალური ალტერნატივის შექმნაზე მეტად პრობლემა არის ის, რომ ადამიანებმა მიიტაცეს სახელმწიფო ინსტიტუციები და ახორციელებენ ყოველდღიურად ჩაგვრას და ტერორს საქართველოს მოქალაქეების, ასე რომ თავი პრობლემა არის აი ამ მოძალადე დამნაშავე რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება, ხოლო შემოშემ საარჩევნო დემოკრატიების დამახასიათებელ პროცესზე მე რომ იყოს აუტო. აი ეგ ნაწილი გასაგებია, მაგრამ მანამდე გააქვთ იმის რესურსი, რომ ამ მოცემულობით შესთავაზოთ რაიმე ალტერნატივა საზოგადოებას? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალტერნატივა შეთავაზებული იყო ქართულმა ხალხმა არჩევანი გააკეთა კიდევაც, თუმცა ზოგადად საკითხის დასმა ისე რომ თავარი პრობლემა თუ ქვეყანაში არის ალტერნატივის შექმნა რეალურის, ეს არის სინამდვილეში არასწორად საკითხის დასმა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. საარჩევნო დემოკრატიაში არის, როდესაც ოპოზიციას თავარი პრობლემა შიდა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს რეალური ალტერნატივის შექმნა. ჩვენ არ ცხოვრობთ საარჩევნო დემოკრატიაში სამწუხაროდ, საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი გადასული არის რეპრესიების ფართო ტალღაზე ყველა განსხვავებულად მოძრაული ადამიანის მიმართ, ამიტომ თავარ პრობლემას და თავარ საკითხს, რომელიც ოპოზიციის და ნებისმიერი ადამიანის წინაშე დგას, წარმოადგენს ამ რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება. ცოტა კომენტარიც განაცხადა გუშინ ეს აუდიტის წინ იყო ქუჩიასთან, რომ ძალიან დასუსტებულია და ძალიან უჭირს ოპოზიციას. თვითონ ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც აღიარებენ იმას, რომ საკმაოდ სუსტი არის ეხლა ამოცემულობით ოპოზიცია. და რას ვფიქრობ დაპირისპირებაზე არსებობს? რამ დაასუსტებს ოპოზიციაში და მე ვკითხავთ მაგალითად რა ნაწილში. მაგალითად თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა, ანუ თქვენ და კოალიცია ცვლილებებისთვის არის ფაქტობრივად ურადური ესეთი ჩამოყალიბებული პარტია, რომლებიც რეალურად ამბობენ კაფიო არას. თვითმმართველობის არჩევნებზე ლელოზე ცოტა გაურკვეველია, ანუ გახარია კი ვიცით ხა როგორც პოზიციონირებს და ამას კიდე ყვება ხოლმე შიდა დაპირისპირებები, მათ შორის ამ არამ კაფიოობას, ამიტომ გეკითხებით. დაპირისპირებას ამას არ ვიტყოდი, დაპირისპირება მეტად ეს ხახავთ უბრალოდ ასთა განსხვავებულობა და ეს ყველა მიცოდა ოპოზიციურ ამორჩეველმა, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ისინი ხმას ამიტომაც არ აძლევდნენ, რომ არსებობდა განსხვავებები მთელი რიგი სხვადასხვა პარტიებს შორის. თუმცა თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა გამოაჩენს კოლაბორაციონიზმს რეჟიმის მიმართ, ამ შემთხვევაში მოხდება ნამდვილი დაპირისპირება, ამის ნიშნები რაღაც დონეზე არსებობდა, თუმცა მთავარი მომავალში რა მოხდება, რაც შეეხება ოპოზიციას და ზოგადად არასოციალურ სექტორს და ქვეყანაში როცა არის დიქტატურა დამყარებული და გასულობად მოძრაული ადამიანებს იჭერენ, ფინანსურ წყაროებს უკეტავენ და მიმდინარეობს მაქსიმალური ზეწოლა, მათ შორის რეგიონებში ოპოზიციურ ამორჩეველზე, რა თქმა უნდა, სიტუაცია ვერ იქნება მსუბუქი და ამაღლებული და მე გულისხმობ იმას, რომ რაღაც ევროპული სტანდარტების ოპოზიციური ვითარება საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, მით უმეტეს ბოლო თვეების მანძილზე ეს წლეხი და რეპრესიები უფრო გაიზარდა, ამიტომ დალხენილი ყოფა ოპოზიციას რომ ვერ ექნება ესეთ რეჟიმში, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს და არ უქარება საკითხს. ერთმანეთთან რა უჭირს ოპოზიციას ამაზე მაგ საუბარი? ერთმანეთთან ხო. თვითონ ოპოზიციონერები ამბობენ ამას ვამბობთ, ცოტა კომენტარზე მაგალითად. დალხენილ ყოფაზე კი არ მაგ საუბარი. რა უჭირს? ცოტა რა თქვით რომ ოპოზიციას უსწრია. ზოგადად ოპოზიციას უჭირსო ძალიანო, ანუ უჭირსო ფინანსურ ნაწილში რაღაც დალხენილები არიან. არა, გასაგებია. ერთმანეთთან კომუნიკაციის ნაწილში, კომუნიკაცია არ გეთქვა. ეს თქვა? ხო, კი, ესეც. ხო. ის რა კომუნიკაციის პრობლემას არ უწევ ხა ცოტა კომუნიკაციის სახედავს ნამდვილად ვხვდები, იმიტომ რომ საერთოდ არის მუდმივი კომუნიკაცია ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, უბრალოდ თუ ის გულისხმობდა იმას, რომ დიქტატურულ სახელმწიფოში და ავტორიტარულ სახელმწიფოში
ოპოზიცია მათ შორის ვერ იქნება თანხმდენ მდგომარეობაში, ისე როგორც არასათვალო სექტორი, ისე როგორც თავისუფალი მედია საშუალებები, ისე როგორც კრიტიკული საზოგადოება, ეს არის ფაქტი, ხო? იმიტომ რომ მთელი რეპრესიული რესურსი მომართულია იმისკენ, რომ კრიტიკულად განწყობილი აქტორები იყვნენ მძიმე მდგომარეობაში ყველა კუთხით. გუშინ გავწერა ინფორმაცია ოპოზიცია. ეს არის არამკაფიობას როგორ შეაფასებთ მართლობის არჩევნებს? რატომ იკავებენ? ხო, არც ეს უნდა გითხრათ იმ ადამიანებს, ვინც თავს იკავებენ, მე ვისურვებდი, რომ უახლოს მომავალში მათი პოზიცია უფრო მკაფიო და მტკიცე ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს არ გახავთ მხოლოდ პოლიტიკური აქტორების დაკვეთა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დაკვეთა ბოლო პერიოდის მანძილზე, ვინც არის ამ პროტესტის ლიდერი, ეს არის პოლიტიკური თვეების ოჯახისევრები, ესენი არიან პოლიტიკური თვეების ოჯახისევრები და მათ შორის რა თქმა უნდა არიან ის ხალხი, რომელიც ფეხმოუწვევად დგას რუსთაველზე ბოლო თვეების მანძილზე. მათი დაკვეთაა, რომ კონკრეტულ აქტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და განაცხადონ ბოლომდე მიყვებიან ამ წინააღმდეგობის გზას თუ ჩამოშორდებიან დანარჩენ საზოგადოებას. თქვენი პოზიცია ყოველწლიურად ხო ეს რო გავაჟღეროთ ხო, ნუ განცხადებაც ჩანს. და გუშინ გავწერდა მათ შორის ოპოზიციამ გავრცელა ინფორმაცია, რომ დაბგის აქციზის მოგებისა და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდაო. ვინ განაცხადა ეს? ოპოზიციამაც გავრცელა, მომენტები და ნიკა გვარამი იყო ერთ-ერთი მაგალითად. ვერ შესრულდა, ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ისმოდა და ამის საპასუხოდ მინისტრს რომ გავრცელა ინფორმაცია, რომ პირიქით 100%-ით შესრულდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ხო, მე ინფორმაციას არ ვთქვი, შეფასებას გავუკეთებდი იმას, რომ როდესაც ქვეყანაში საუბრობთ ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მომავალში განვითარებულ პროცესებზე, ის რომ ქვეყანა ყველა მის ჩაჭრას აპირებს დასავლეთთან, შეუძლებელია ეკონომიკურად ან ფინანსურად არაისახოს ცუდად ამ ქვეყანაზე. კონკრეტულად რა ინდიკატორები იქნება, ამას ვიხილავთ მომავალში, რაც შეეხება სულად ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას, როცა ვსაუბრობთ ხოლმე კონკრეტულ ფაქტებზე და მშრალ სტატისტიკაზე, ეს განსაკუთრებით აბრაზებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მდგომარეობაზე არ აისახება ხოლმე ის რაღაც ციფრები, რომელთაც მანიპულირებს ხოლმე ოცნება.